და მის გარდა კიდევ არაერთი ფეხბურთელიც არის დანაკლისში. გაუცილებლად დაჭირდებათ მეორე ნომრის პოზიციიდან თამაშის უნარები, რაც აშკარად აქვს ამ გუნდს. აქ დარტყმა შორეული და ბათო. ხო, რაც შეეხება როიალს პოზიციურ შემდგომ ფეხბურთს. როიალ უნიონ სენ-ჟილიც ერთ-ერთი სენ-ჟილი შეიძლება თანამედროვე ფეხბურთში ანდერლეხტზე უფრო ამბიციური გუნდიც იყოს. აქ ფენერბახჩე, რომელიც ერთგულაშია სატურნირო ცხრილში, შიდა ჩემპიონატში. მეორე პოზიციაზე არის შესაბამისად ფენერი, თურქეთში. საფათო გადაცემა აქ შაკერის შესრულებით შეცდომას დაუშვა. ამპლუით ცენტრალური მცველი ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ წყაროებში ეს სტატუსი უწერია. არ გამორიცხავს რომ სამწვენიან სქემაზეც გადავაგდა გალათა. გამაგარი პასია, კიდევ ერთი გადაცემა და გოლიც გავი. ამ უმნიშვნელოვანე შეხვედრაში ქულების დაკარგვა რა თქმა უნდა მათთვის კარგი არ არის. სწორედ აი ამ ფლანგიდან უტევს ახლა გალათასარაის სალაი. იძლება უნგრელისთვის ბურთის დაბრუნება. სანე შევიდა ამასობაში საჯარიმოში პასის გაკეთდა და დამცველებმა ბურთი გამოიტანეს. ისევ გალათასარაი ცდილობს ოპონენტის წნეხში მოქცევას, სალაის მოძრაობა არ გამოსდის. ხო, გალათასარაის კალენდარზე ვთქვათ, რთული ოპონენტები დარჩა. აი ამ ფეხბურთელების ფონზე უკეთესი საერთაშორისო მიღწევებიც უნდა ჰქონდეს გუნდს და რის გამოც ვერ ახერხებენ შვიდად დინჯად საქმის კეთებას, ჩაწოდება შალაი აქტიურობდა ბლუგესთან მატჩში. საინტერესო და დასამახსოვრებელი სტატისტიკაა ნამდვილად. მათი კიდევ უფრო დავაკვირდებით ხოლმე გალათასარაის ბელგიურ ოპონენტებს. ალაი რა უცნაური